უკვე რამდენიმე დღეა ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებზე ინკასოა დადებული. ეს ფაქტი არ წარმოადგენს მხოლოდ ფინანსურ პრობლემას კონკრეტული ტელეკომპანიისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ზეწოლა მედიაზე, რომელიც სერიოზულ რისკებს უქმნის საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებაზე. მაშინ, როდესაც მედია რჩება ერთ-ერთ ბერკეტად, რომელიც მოქალაქეების პრობლემებს და ყოფას საჯარო სივრცეში აყენებს, მსგავსი ქმედებები პირდაპირ აზიანებს საზოგადოების ინტერესებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფინანსური წნეხის პირობებში ტელეკომპანიას უმძიმდება ოპერირება და შესაძლოა მომავალში, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები დახმარების თხოვნით თრიალეთის ჟურნალისტებს დაურეკავენ, ისინი უბრალოდ ვეღარ შეძლებენ მოვლენების ადგილზე გაშუქებას. სამწუხაროდ სიჩუმემ, რომელიც ჩვენ საზოგადოების ნაწილმა გამოვიჩინეთ, ხელისუფლებას მისცა შესაძლებლობა კიდევ უფრო გაეფართოებინა მედიის შეზღუდვის პრაქტიკა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა დააფიქსიროს პოზიცია და სოლიდარობა გამოუცხადოს ტელეკომპანია თრიალეთს. თუ დღეს არ დავდგებით მედიის გვერდით, ხვალ შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს ის პლატფორმა, რომელიც ჩვენს ხმას გააჟღერებს და ჩვენს პრობლემებს გააშუქებს. შესაბამისად, თავისუფალი მედიის დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოების, რომელსაც სჭირდება სიმართლე და გამჭვირვალობა. უფლებების საქართველოსთვის იურისტი ნატი გელოვანი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. პირველი კითხვა, რაც მინდა, რითიც მინდა დავიწყო დღევანდელი გადაცემა, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ხელისუფლებამ დაადო ინკასო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეზღუდება მუშაობა და ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ტელევიზია, მაშინ როდესაც რეგიონში და არა მხოლოდ ახლა ამ პერიოდში განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ ისმოდეს თავისუფალი სიტყვა, განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ნარატივი რამდენად მძლავრად არის ამ რეგიონში და მე მაინტერესებს, ანუ პირველ რიგში თქვენგან რამდენად უქმნის საფრთხეს ტელევიზიას ფინანსური წნეხის ქვეშ აყენებს და რამდენად მნიშვნელოვანი არის თუნდაც რეგიონული მედიის როლი ამ შემთხვევაში და ზოგადად რას ცდილობს ხელისუფლება სადუართ სიტყვის თავისუფლების ხარისხში, ასე ვთქვათ, და ალბათ ამ თავისუფლება ცოტა უკვე ბრჭყალებში უნდა ვიგულისხმოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ვიტყვი, რომ გაყურადღებას გავამახვილებ მედიის მნიშვნელობაზე, რამდენად დიდი არის თითოეული მედია საშუალების, განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე მედია საშუალებების მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების კონტექსტში, იმიტომ რომ ფაქტობრივად რეგიონის დონეზე ადგილობრივი მედია თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ინფორმირებაში, საზოგადოებას ჩამოყალიბებული შეხედულებების თაობაზე, ინფორმაციის გავრცელებაში, გაზიარებაში, არსებული რესურსების თაობაზე, საზოგადოების ინფორმირებაში, თუნდაც იმ დეზინფორმაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც დღეს საზოგადოებაში საკმაოდ ვრცელდება. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი არის დეზინფორმაციის, იქნებოდა ეს გენერული დეზინფორმაცია თუ სხვა სახის დეზინფორმაცია, გავრცელების მასშტაბი მთელი ამ სოციალური მედიის საშუალებით, იქნებოდა ეს თუ სხვა ტელევიზიების მეშვეობით, ამიტომ თითოეული მედია, რომელიც ობიექტურად აშუქებს არსებულ ვითარებას, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციულ ომში ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს არის ომი, ეს არ არის ჩვეულებრივი სახით იარაღებით დაპირისპირებული ომი, თუმცა რეალურად აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ეს არის ინფორმაციული ომი, რომელშიც თითოეულ მედიას აქვს თავისი როლი და წვლილი. ამიტომ რეგიონული მედიის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდება ხდება დროულად საზოგადოებისთვის, ამ საზოგადოებაში, ამ რეგიონში არსებული ინფორმაციის თაობაზე მთელი საზოგადოების ინფორმირების კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონალურ მედიას, იმიტომ რომ სანამ თბილისიდან იქნება თუ სხვა ქალაქიდან კონკრეტულ რეგიონში ჩავა მედია საშუალება, იქამდე ახორციელებს ხშირ შემთხვევაში თითოეული მედია საშუალება, ადგილობრივი მედია საშუალება, ადგილზევე სწრაფად და ზუსტად მოახდინოს ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და გაშუქება. ამიტომ მე პირადად ძალიან გულმწყდება იმ ინფორმაციას, რომ ვიგებ, რომ ადგილობრივი მედია საშუალებები ფაქტობრივად დახურვის პირას იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ეს არის მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ არ არის ეს ფაქტობრივად მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლა. და ძალიან მძიმე არის მედიის საშუალებების მდგომარეობა, მით უმეტეს ახალი კანონების ფონზე, მით უმეტეს ეს იქნება გრანტების შესახებ კანონი, ეს იქნება
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეგრეთწოდებული კანონი იქნება ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში არსებული ცვლილებები და ასე შემდგომ. ეს ცვლილებები, ეს საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ უფრო აღრჩობს, ასე რომ ვთქვა და უტრირებულად რომ გავაკეთოთ ამისი ანალოგია, თითოეულ მედია საშუალების არსებობას ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდად დაისახება არა მხოლოდ ამ მედია საშუალების არსებობაზე, არამედ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობაზე. თითოეულ საზოგადოების წევრს დასჭირდება მედია რაღაცა ეტაპზე და ფაქტობრივად იმ საფრთხის წინაშე ვართ, როდესაც ინფორმაციის გაზიარებაზე, გაშუქებაზე დამჭირდება მედია საშუალება და ჩვენ ამ მედია საშუალებას ვერ ვიპოვით. აი სამწუხაროდ სწორედ საფრთხების ცოტა ხნის წინ ნახეთ ხო სასამართლოს გაშუქების საკრძალვა ყავს მზია ამაღლობელი და არაერთი ნაცემი და დაშავებული ჟურნალისტი ვნახეთ აქციაზე. რაც შეეხება თრიალეთს ხო მე 8 წელი ვიყავი ამ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და თამამად ვიტყვი რომ ვიდრე მოქალაქეები დახმარების თხოვნით შესაბამის სამსახურებში რეკავდნენ ჩვენ გვირეკავდნენ რომ გაგვეშუქებინა ეს პრობლემა და ამით იმის ხაზგასმა მინდა რომ ეს არ ეხება მხოლოდ ეს არ არის მხოლოდ ტელეკომპანია თრიალეთის პრობლემა და მგონია რომ სიგნალი არის საზოგადოებისთვის ხო და ზოგადად ანუ ამაზე ყურადღებას გავამახვილებ იმ კონტექსტშიც რომ თუნდაც რომ გავიხსენოთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მედია საშუალებების განხორციელებული თავდასხმები გურამ როგავას საქმე იქნება ეს თუ ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა რომლისთვისაც არავინ არ დასჭირდა ფაქტობრივად ჩვენ ვიცით რომ დაიწყო გამოძიებები მოხდა ამ პირების გამოკითხვა თუმცა რეალური შედეგი რომ თუნდაც ერთი პირი მაინც მიეცა პასუხისგებაში ვინც ამგვარი ქმედებები ამგვარი დანაშაულებები ჩაიდინა სახეზე არ ყოფს რა თქმა უნდა ეს დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს მედიის წინააღმდეგ ბრძოლას, მედია საშუალებებზე განხორციელებული თავდასხმების გამართლებას საზოგადოებაში და საზოგადოების ნაწილი ამას მიიჩნევს, რომ ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაცაც მედია საშუალებები ახორციელებენ და ისინი გაკუთვნილ ღირსები არიან თითქოს ამ ყველაფრის, ასე რომ ეს დაუსჯელობა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ზღუდავს მედია საშუალებებს თავის სამუშაო გარემოში, ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართულია იქითკენ, რომ მედია საშუალებამ ან არ იმუშაოს ისე, რომ გაავრცელოს ინფორმაცია, გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების არის მიუღებელი და ასე შემდგომ, ან საერთოდ შეწყვიტოს ფუნქციონირება. სწორედ ამ მომავალს ვხედავ, ახლა მე არ ვარ რა თქმა უნდა ექსპერტი, მე არ ვიცი ზუსტად რა როგორ შეიძლება საბოლოოდ განვითარდეს, მაგრამ მე ვაკეთებ დასკვნებს იმ მოვლენებისგან, იმ შედეგებისგან, რასაც ვხედავ. ფაქტობრივად დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, პოლიციელები არ მიეცინουν პასუხისგებაში იმ ქმედებებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, ჟურნალისტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე არავინ არ დასჯილა, ჟურნალისტების კამერების, მედია საშუალების მოსამზადებელი რაღაცა ინფრასტრუქტურის განადგურებაზე არავინ არ მიეცა პასუხისგებაში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს უწყობს საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არავითარ თუ არავინ არ დაისაჯა ამ ყველაფრისთვის. გარდა მედიისა, კიდევ სათხედავთ თქვენ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რისკებს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოც კი პასუხისგებლობა დგება ხო ადამიანის და რას ჩათვლიან ახლა შეურაცხყოფათ ამაზე ალბათ ვერ გავთვლით ხო წინასწარ და შეიძლება ჩვენი საუბარიც ჩათვალონ ხო ამ შემთხვევაში შეურაცხყოფათ. აი რა არის კიდევ მთავარი რისკები ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში? აი მე შევეხები ორ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, ხო? თქვენ იცით, რომ ფაქტობრივად ფართოვდება თუნდაც დაინტერესებული პირის წრე, რომელიც განსაზღვრული იყო საერთო სასამართლოების შესახებ კანონით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც არა მხოლოდ დაინტერესებულია კონკრეტული საქმის შედეგით, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც მაგალითად არ არის ამ კონკრეტული საქმის შედეგით დაინტერესებული, მაგრამ შეიძლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, თავისი აზრი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მძიმეა ის ცვლილება, რომელიც დაკავშირებული არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან, კერძოდ ის, რომ არ შეიძლება მოხდეს სასამართლო პროცესების გაშუქება. ეს ცვლილება, რომელიც ქართულმა ხელისუფლებამ, არსებულმა ხელისუფლებამ, ასე რომ ვთქვათ, განახორციელა საკანონმდებლო სივრცეში, უბრუნებს იმ მდგომარეობას, ამ კანონმდებლობას, რომელიც არსებობდა 2007-2013 წლებში. ანუ გაუარესებული მდგომარეობა, რაც არსებობდა 2007-2013 წლებში და რომელიც გაუმჯობესდა 2013-14 წლის ცვლილებებით, ისევ იმგვარად გაუარესდა, რომ ფაქტობრივად თუ 2007 წელს სატელევიზიო სივრცეებში გაშუქება აკრძალეს სასამართლოს ხდომების, იმიტომ რომ გეგვლიანი საქმის ჩვენება არ უნდათ, 2013 წლის მერე მოხსნეს ეს გაშუქების აკრძალვა და დღეს ისევ უბრუნდებით იმ მოცემულობას, როდესაც მედიისთვის სასამართლო კარი მთლიანად დაიხურა. ამ განხორციელებული ცვლილებით წესით და კანონით
თუნდაც აი ამ ცვლილებით საერთო სასამართლოების წარმომადგენელი არის ის პირი, საერთო სასამართლო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლო პროცესების გადაღება და მას შეუძლია და არავალდებულია შეუძლია მოახდინოს ამ ჩანაწერის მიწოდება მედიის საშუალებისთვის. თუმცა ჩვენ როგორც ვაკვირდებით ამ საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლიდან დღემდე არც ერთი ვიდეო ჩანაწერი, არც ერთი სასამართლო პროცესის არ გაშუქებულა და არ გავრცელებულა საზოგადოებაში და თქვენ აკვირდებით როგორ ხდება მედიის საშუალებებისთვის ხელის შეშლა. მათ სასამართლო სხდომების დარბაზში არათუ დარბაზში შეუშვებენ სასამართლოების ეზოებშიც კი არაძლევენ ყოფნის უფლებას და არაადამიანურ პირობებში მუშაობენ ფაქტობრივად მზის ქვეშ არც ჭრილი არსებობს არც რაღაცა ისეთი სივრცე სადაც მათ შეუძლიათ დადგან კამერები და იმუშაონ ფაქტობრივად არაადამიანურ პირობებში უწევთ მედიის საშუალებებს დღეს ინფორმაციის თაობა გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება. გარდა ამისა, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ ცვლილებაზე, რომელიც დაკავშირებულია თუნდაც მოსამართლის სტატუსთან, დაკავშირებული რაღაცა მოსაზრების გავრცელებასთან, ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი მოსამართლისთან დაკავშირებული აზრის გამოთქმა, რომელიც ვინ ჩათვალოს, რომ ეს არის შეურაცხყოფა და ექვემდებარებს პასუხისმგებლობას, იქნება ეს სისხლის პასუხისმგებლობა თუ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა. საერთო სასამართლო იურისდიქციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება არის ასევე ძალიან მძიმე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრასთან. მაგალითად, შესაძლებელია რომელიმე ურჩი მოსამართლე, რომელიც მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლისთვის და ეს ექვემდებარებს დასჯას, თუნდაც იმით, რომ რეგიონში მოხდეს მისი გადაყვანა 5 წლამდე ვადით, აქამდე ეს ამხელა ვადით არ იყო განსაზღვრული. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ფაქტობრივად სხვადასხვა სადისციპლინო კოლეგიაში თუ სხვადასხვა პალატებში დაწინაურების ყოფნის ვადები გაიზარდა სასამართლოს მოხელეთა ანაზღაურების წესი ფაქტობრივად გაურმაგდა, ხო? საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა პირდაპირ შეიძლება ასეც ითქვას, რომ გააძლიერა სასამართლო ხელისუფლება, ოღონდ გააძლიერა იმგვარად, რომ დამოუკიდებელი აზრი, განსხვავებული აზრი დასჯადი იქნება ძალიან მარტივად, ადგილზე ყოფი მოსამართლეები, რომლებიც ერთ აზრზე მყოფებიან, ერთი ინტერესი აქვს, იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ინტერესი, უფრო გაძლიერდა მათი შესაძლებლობები, მათი გარანტიები უფრო გამყარდა და რეალურად ეს ცვლილებები ემსახურება ჩემი ერთი იურისტის სუბიექტური დასკვნით თუ ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული დასკვნით, რომ გაძლიერდა სასამართლო ხელისუფლება, გაძლიერდა მათი გარანტიები, რომ ხელშეუხებლობა იყოს მაქსიმალურად გარანტირებული. თან ამასთან მათი დისკომფორტის შემქმნელი თუნდაც ის რომ ვიდეო მასალა გავრცელდა სასამართლო სხდომიდან, გავრცელდა რა პასუხი გასცა სასამართლომ რაღაცა კანონის დარღვევით დაყენებულ შუამდგომლობაზე ან კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებაზე, აი ამის გაშუქებაც კი რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამას ემსახურება თუნდაც მედიის სასამართლო დარბაზებიდან გაძევება. ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე სასამართლო პროცესი, სადაც მოწმემ დარბაზში ამოიცნო ის პირი, რომელიც დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა, მოწმე ტელეფონის თუ სხვა ტექნიკური საშუალებით იღებდა სავარაუდოდ რაღაცა კონკრეტულ მესიჯებს, რაც უნდა გაეშღერებინა როგორც მოწმეს ჩვენების მიცემის დროს და ასე შემდგომ. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდით, საზოგადოების ფართო წრე, მათ შორის ისინი, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ან არ იყვნენ განწყობილი კრიტიკულად საზოგადოების ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვის ნიშნები, გაჩნდა რაღაცა უკმაყოფილება, გაჩნდა მოთხოვნები და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად იდეალური შესაძლებლობა იყო, რომ მედია უბრალოდ გაეძევებინათ სასამართლო დარბაზიდან, იმიტომ რომ მედია ავრცელებდა და მედია ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას ამ ვიდეოების მეშვეობით. აი, თუმცა ეს არის ბრძოლა მედიის წინააღმდეგ. ასევე რა შევეხოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც ფაქტობრივად დააჩქარა ცილის წამებაზე სასამართლო განხილვის ვადები. მედიამ ყველაზე კარგად ვიცით და იურისტებმა, რომ სასამართლოს აქვს ძალიან დიდი დატვირთულობა. დღეს ყველა მიცის. ზოგჯერ მოსამართლეებს აქვთ ასობით და რა ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობის საქმეები განხილვაში და წლები მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. მე როგორც ერთ რიგით ადამიანს, რომლის საქმეც შეიძლება განიხილებოდეს სასამართლოში, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლომ სწრაფად განიხილოს ჩემი საქმე და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება განხორციელდეს. თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ ეს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება მიემართება რაღაცა ცილის წამებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რა თქმა უნდა, ცილის წამებაც მნიშვნელოვანია განიხილოს ობიექტურად და მოსამართლემ განიხილოს ეს საკითხი, თუმცა პრიორიტეტი ხდება ცილის წამების საქმის განხილვა მაშინ, როდესაც არსებობს, რა ვიცი, სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეები, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები, რატო მიენიჭოს წამების საქმეებს 10 დღიანი მორიგების ვადა და მოკლე ვადაში განხილვის ვადა, მაშინ როდესაც
არანაკლები პრიორიტეტული საქმეები შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს. ასევე ახალი ცვლილებით თუ აქამდე მოსარჩელი იყო ვალდებული ემტკიცებინა რატო არის კონკრეტული ფაქტი, რაღაცა არასწორი ფაქტი, მცდარი ფაქტი, ახლა ეს მტკიცების ტვირთი გადადის იმ ადამიანზე, ვინც ეს ფაქტი გაავრცელა. გაუქმდა პრივილეგია, კვალიფიციური პრივილეგია კონკრეტული პირისთვის. ასე ვთქვათ, ცილის წამებაზე, რაც ნიშნავდა იმაზე, რომ პირი შეიძლება გათავისუფლებული იყო ნაწილობრივ სრულად პასუხისმგებლობისგან, იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ის ყველანაირად შეეცებოდა გადაეზღვია ფაქტი, გადაამოწმა რამდენიმე ადგილთან და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობა ჰქონდა, რომ გადაემოწმებინა ფაქტის სისწორე და რაც შეამოწმა, ამით არ დასტურდებოდა სიმცდარე და გაავრცელა ეს ინფორმაცია, ანუ თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა შეცდომა და მაინც მოხდა შეცდომის დაშვება, კანონის თანახმად მას შეეძლო ესარგებლა კვალიფიციური პრივილეგიით, ანუ პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებული იყო ან ნაწილობრივ. ახლა ესეც კი მთლიანად გაუქმდა, ფაქტობრივად თუ ადრე იყო ესეთი მოცემულობა, რომ ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არსებობდა სიტყვისა და აზრის გამოხატვის საწინააღმდეგოდ და ამ საქმეში უნდა გადაწყვეტილიყო ამ უფლების სასარგებლოდ, ეხლა ესეც კი გაუქმდა და ამოიღეს ბოლო ცვლილებები. ანუ ფაქტობრივად გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ადამიანი შეიძლება იდევნებოდეს სიტყვისა და აზრის გამო, რომელიც მან გამოხატა. მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მოხდით, პირდაპირ აკრძალულია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო. ახლა უბრალოდ იმ მოცემულობაში გადავდივართ, როდესაც ეს კანონიერი შეიძლება გახდეს. არაერთი შემთხვევა ვნახეთ, გორშიც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააჯარიმეს მოქალაქე მოკლედ და ეს ცალკე პრობლემაა კიდევ, იმიტომ რომ არაერთი ადამიანი დაიბარეს ამის გამო, ცნობილი ჟურნალისტი. ეს ცვლილებები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა, საკე დამატებით კონკრეტული პირების მიმართ შეურაცხყოფელი სიტყვების თქმა, გამოყენება, მათ შორის მოსამართლებიც არიან ამ პირებში, ფაქტობრივად ცდილობენ, რომ ყველანაირი დისკომფორტი, რაც კი შეიძლება საზოგადოების მხრიდან მათ მიიღონ, კანონის დოზნეზე გახადონ დასჭადი. მე ამას ვეძახი უკანონო კანონს, ანუ კანონი რეალურად არსებობს და კანონის საფუძველზე გსჯიან, თუმცა ეს კანონი არ არის კანონიერი და სამართლიანი. უკანონო კანონის საფუძველზე პირთა პასუხისმგებაში მიცემა და პირთა დასჯა მათი გაჩუმების მიზნით. აი, ასეთ სათაურს მოუფიქრებდი მე ამ საკანონმდებლო ცვლილებას. დიახ, კანონებზე ვსაუბრობთ და ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს არჩევნები, რომელიც გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება და არა მხოლოდ საერთაშორისო. და მეორეს მხრივ ეხლა რომ არჩევნები, რომელიც ჩანიშნა, ხო, ესე ურცხვად ჩვენმა ხელისუფლებამ და მაშინ, როდესაც ასევე იზღუდება დამკვირვებლის უფლებები და ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს ფაქტიურად უფუნქციოდ რჩებიან დამკვირვებლები, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პერიოდში ბარემ ამაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ არალეგიტიმური ერთი არჩევნები ვნახეთ და უკვე მეორეს ველოდებით სრული აკრძალვის და შეზღუდვის პირობებში. ჩემი გამოცდილება ზოგადად საარჩევნებთან დაკავშირებით შემოიფარგლება უფრო მეტად სადამკვირვებლო მისიებში აქტიური მონაწილეობით. რა თქმა უნდა, არავის არ გაუკვირდება მალე 60 დღით ადრე ჩაინიშნება არჩევნები და ეს რა თქმა უნდა არის ხელისუფლების მიზანი და ზუსტად ამიტომ ახორციელებს თემებებს რომ მიიღოს ლეგიტიმაცია, ჩანიშნოს ახალი არჩევნები და ჩაატაროს ეს არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან ეს გაცხადებული მიზანია, არავინ არ მალავს რომ არჩევნების ჩანიშნოს ჩატარებას აპირებენ. უბრალოდ რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას ამ კონტექსტზე შემიძლია გამოგყვეთ, არჩევნები რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დაკვირვების ქვეშ არ არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ეხებიან მონაწილეობას, რა თქმა უნდა ეს არჩევნები თავისი ლეგიტიმაციის ხარისხს ვერ მიიღებს, ვერ მოიპოვებს, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაც ობიექტური შეფასების, გადამოწმების კრიტერიუმი, რომელიც ითქვის, რომ ეს არჩევნები ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა. წინსწრებით ამის თქმა, რა თქმა უნდა შეუძლებელია, უბრალოდ მოცემულობა რაც წინა საარჩევნო პერიოდში ჰქონდა და ეხლამდე საარჩევნო გარემოს თუ შევაფასებთ, სადაც ფაქტობრივად უარია ნათქვამი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობაზე და მოწვევაზე და ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ჩართულობაზე, რა თქმა უნდა, ეს იმდენად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ არჩევნების ლეგიტიმაციასაც ეჭვქვეშ აყენებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დამკვირვებლობის გარეშე, სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩატარებული არჩევნები ყოველთვის არის ლეგიტიმაციის პრობლემა ამგვარ არჩევნებში და სწორიც არის და ლოგიკურიც არის, რომ ამგვარი არჩევნები შეიძლება არ იყოფნეს მიჩნეული დემოკრატიულ და ლეგიტიმურ არჩევნებად. მსგავსი არჩევნები ტარდება ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ დემოკრატიის დიდი პრობლემა და რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ მოდელებს, როგორც სახელმწიფოს ძირითად ქვაკუთხედს, ასე რომ ვთქვათ. დიახ.
თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რა არის დღეს მათი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, უამრავი ამ კანონებზე ჩამოვთვლი ხა, იმიტომ ვკითხულობ, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ გააუქმა ოფისები, მათ შორის მათ ვინც იყვნენ სერვისების მიმწოდებლები და ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩა მოკლედ აი ამ სერვისების მიღმა. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა აი ამ კანონების პირობებში მუშაობა, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ ანტიკორუფციულმა უკვე გამოითხოვა რამდენიმე ორგანიზაციიდან მონაცემები და ეს არ იქნება ალბათ ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩემთვისაც ცნობილია ის, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება. შეიძლება ეს არ იყოს უშუალოდ ლიკვიდაციის ფორმით, მაგრამ ფაქტობრივად, როდესაც ისინი არ მუშაობენ, არ ფუნქციონირებენ, ეს არის ფაქტობრივი ლიკვიდაცია და რჩება ამას აუცილებლად იურიდიული ლეგიტიმაციის მიცემა იური შესაბამისი ლიკვიდაციის ფორმით. ფაქტობრივად არ მუშაობენ, ისინი არ ახორციელებენ იმ მიზნებს, რასაც ემსახურებოდნენ და ეს ძალიან მძიმეა და აუცილებლად აისახება ეს არა მხოლოდ იმ კონკრეტული რეგიონის საზოგადოებაზე, არამედ მთლიანი ქვეყნის მომავალზე. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებებს, აქ ყურადღებას გავამახვილებ იმ ძალიან დამაზიანებელ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ ბიუროს ჰქონდა და რომელიც სამწუხაროდ სასამართლომ დააკმაყოფილა და შემდგომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ეს არის ბენეფიციარებთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის მოთხოვნა და მიწოდება, რომელიც არაერთი კანონმდებლობით, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაცული ნიშანი, დაცული სფერო. აი როგორ გითხრათ, ადვოკატს არ იკისრება არანაირი მტკიცებების ტვირთი და არც ვალდებულება ვინმეს გაუზიაროს თავის ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმაცია. რა ინფორმაცია მიიღო ამ ბენეფიციარისგან? ამ ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები, პირადი ნომერი, მისგან მიღებული ინფორმაცია და ასე შემდგომ. წარმოიდგინეთ, იმდენად ისეთი მოცემულობა შეიძლება გაჩნდეს თუ ამ ყველაფერს დააკმაყოფილებ, რომ შენ, რომელსაც გენდო კონკრეტული მსხვერპლი მოვიდა შენთან, გაგიზიარა ინფორმაცია, რომ არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ეს ინფორმაცია არის ძალიან სენსიტიური, რომელიც არავის არ უნდა რომ იცოდეს გარდა სამართალდამცავებისა მაგალითად. ეს ინფორმაცია გაგანდოს შენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, ადვოკატს, რომელიც მისთვის არის სანდო წყარო და სანდო სივრცე. და ფაქტობრივად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც მას როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გააცნეს, იძულებული იქნება გადასცეს სხვა პირს, რომელზეც თანხმობა ამ ბენეფიციარისგან მას არ აუღია. ანუ ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში. უხეში არა მხოლოდ ჩარევა, არამედ საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული კანონმდებლობის ფეხქვეშ გათევა, იმიტომ რომ დაუშვებელია მსგავსი რამ მოხდეს. სამწუხაროდ ამის გავრცელების არეალი და ამის ამ ყველაფრის შეზღუდვის ფარგლები იმდენად ფართო იქნება და იმდენად ფართო სპექტრს მოედება, რომ შეუძლებელია პროგნოზის გაკეთებაც კი რა საფრთხეები და რა უფლებების დარღვევა შეიძლება განხორციელდეს. უბრალოდ ძალიან კარგია ვკითხით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს სრულად პასუხისმგებლობა, რომ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ინფორმაციებს ისინი არ გაცემენ, იმიტომ რომ ეს არის ის პერსონალური ინფორმაცია, ის განსაკუთრებული კატეგორიის მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელიც ბენეფიციარებმა მათ მიაწოდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს. და ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და ამის მოთხოვნის უფლება არც ერთ სახელმწიფო წყობას არ ჰქონდა და მით უმეტეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა განეხორციელებინა საერთო სასამართლოს, რაც სამწუხაროდ ხედავთ, რომ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. დიახ, და რა როლი აქვს ამ შემთხვევაში საზოგადოების აქტიურობას? საკმარისია მხოლოდ თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებები, აი თუნდაც აქციები, რომლის მონაწილე ჩვენც არაერთხელ ყოფილხარ. რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიურობა აი ახლა ამ კრიტიკულ მომენტში? საზოგადოების პოლიტიკურ ფონსაც თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში, მესმის იმ ადამიანების, რომელსაც პოლიტიკაში ჩართვა არ უნდათ, მესმის რომ ბევრი სირთულე და გამოწვევა არის, უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვიაზრებთ, ან გვიჭირს ამ ყველაფრის მიღება. დღეს არ არსებობს მოცემულობა, როცა პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, იმიტომ რომ პოლიტიკა თვითონ გეხებათ. შეიძლება შენ როგორც ინდივიდს საერთოდ არ გინდოდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ დღეს ყველაფერი პოლიტიკაა. დღეს შენ, რომელიც არ იღებ ხმას არაფერზე,
ხვალ შეიძლება შენი პერსონალური მონაცემები ისეთ ადამიანს ჩავარდეს ხელში, რომელიც შენ სულადაც არ გინდოდა რომ სწოდნოდა ამ ადამიანს შენი პერსონალური მონაცემები. დღეს შეიძლება შენ დუმილს ირჩევ, მაგრამ ხვალ როცა შენი უფლებები დაირღვევა, როცა უკავონ დაკავებე, როცა უკავონ ქმედების იქნება შენს მიმართ ადგილი, უბრალოდ ფიზიკურად არ იქნება სივრცე, რომელიც შენ დაგეხმარება. სადაც შენ უბრალოდ საუბარს შეძლებ, რომლის მეშვეობითაც შენ საზოგადოებას მიეწვი ინფორმაციას, რომ ხარ ჩაგურის მსხვერპლი, დანაშაულის მსხვერპლი. არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსი და ის საქმე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკეთებთ, არის ძალიან დიდი. უბრალოდ ხედავ იმ საფრთხეს, რომ სანამ არ გაქრება ეს რესურსი, მანამდე მისი დაფასება სათანადოდ არ იქნება, იმიტომ რომ ასობით და ათასობით ადამიანს დავხმარები ვართ, რომელსაც ჰქონია პრობლემა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, მიწების რეგისტრაციასთან და ქონებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი წყობების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხიდან აი განუსაზღვრელია იმ რესურსების და იმ სერვისების ჩამონათვალი, რაც გაუკეთებიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. სამწუხარო არის ამ ყველაფრის სათანადოდ დანახვასთან დაკავშირებით უბრალოდ პრობლემა. თუ ჩვენ არ დავაფიქსირებთ ჩვენ რაც გვინდა, საერთაშორისო თანამეგობრობა თუ სხვა ქვეყანა ჩვენ საქმეებში ვერ ჩაერევა. უხეშად რო ვთქვათ, დამეხმარი რო დაგეხმარო, რატო უნდა მოვთხოვოთ რომელიღაცა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაერთიანებას თუ სხვა ქვეყანას დახმარება, როდესაც როგორც ვხედავთ, საზოგადოების დიდ ნაწილს ამის მზაობა არ აქვს. თუ ყველას არ უნდა ამ სერვისების სარგებლობა, თუ ყველას არ უნდა ამ სიკეთეების სარგებლობა, ძალით არავინ არ გაიძულებს შენ და ძალით არავინ არ მოგახოს თავს რამე რესურსთან, რამე სიკეთეს. უნდა დაინახონ, რომ გვინდა ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებული ღირებულებების თუ ამ გაერთიანებაში ყოფნა, ის სიკეთეები, რაც დაკავშირებულია ამ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან თუ ყოფნასთან, ხო? თუ არ დავანახეთ ამ გაერთიანებას, რომ ჩვენ გვინდა მათთან, არავინ არ გაიძულებს, იძულებით გაერთიანდა, გაწევრიანდა რომელიმე თანამეგობრობაში, ან აიღო რაიმე სერვისი, დახმარება, ფულად იქნება ეს თუ სხვა სახის, ამას არავინ არ იძულებით არავინ არ მოგახსოვს თავს და სამწუხაროა რომ ამ მუხტმა იკლო, მე არ ვფიქრობ რომ საზოგადოების ნაწილმა აზრი შეიცვალა, პრიორიტეტები ისევ იგივეა, სურვილები ისევ იგივეა, უბრალოდ გარკვეულ ალბათ ნიჰილიზმმა მაინც იჩინა თავი რომ დროში რახან არის გაწელილი. თუმცა ვფიქრობ რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისევ იმ აზრზე არის, როგორც იყო ეს დეკემბერში, ნოემბერში, იმ მოთხოვნებზე და იმ სურვილებზე, რითაც მაშინ მთელი საქართველო ფაქტობრივად ერთად მიდექით აქციებზე იქნებოდა ეს თუ სხვა სასამართლო პროცესებზე თუ სხვა მკუთხით. დიახ, და ვიდრე დასასრულისკენ წავალთ, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ პირობებში, თუნდაც არასამთავრობო სექტორის მედიის მუშაობა და მოცემულობა არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, ფული რომ არის, მაგიტომ არის რომ დამკოლებები გვაქვს, უბრალოდ მე ვერ წარმომიდგენია რომ ეს ბრძოლა ჩვენი დამარცხებით შეიძლება დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენი დამარცხება, სექტორის დამარცხება, იმ ადამიანის დამარცხება, რომელიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ნიშნავს ქვეყნის მარცხს. ამიტომ მე ვერც კი ვუშვებ ამ ყველაფრის ჩვენ საწინააღმდეგო დასრულებას. მაქვს იმედი, მაქვს მოცემულობა, რომ გადამწყვეტ მომენტებში საქართველოს მოსახლეობა იმ მარჩევას გააკეთებს და იმ შედეგს მიიღებს, რითაც აქამდე მოვედით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, რთულია, უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს და მგონია, რომ მაინც რაც არ უნდა დაკოლება იყოს, რაც არ უნდა პრობლემები იყოს, ჩვენ ამას დავწევთ. რთულად, შეიძლება დროში გარწელილად, მაგრამ აუცილებლად დავწევთ, იმიტომ რომ სხვა გზა და გამოსავალი უბრალოდ არ გვაგვაჩნია. დიდი მადლობა უფლებები საქართველოსთვის იურისტი ნატი გელოვანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გემშვიდობებით დროებით. მადლობა თქვენ.